საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო მეთოდოლოგიური საბჭოს მორიგის ხდომა გაიმართა, რომელიც გულის უკმარისობის ტერმინალური სტადიის მქონე პაციენტებისთვის მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის იმპლანტაციას მიეძღვნა. ხდომას მედიცინის სფეროს თვალსაჩინო წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ექიმები, რომლებმაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ძალიან საჭირო და საინტერესო მოხსენებები გააკეთეს. მოგეხსენებათ გულის გადანერგვა ტრანსპლანტაცია მსოფლიოში გახდა როგორც რუტინური ჩარევა. მაგრამ არის ძალიან დიდი პრობლემები, იმიტომ რომ გაცილებით მეტი ადამიანი, რომელსაც სჭირდება გულის გადანერგვა და ეგრეთ წოდებული დონორები, ხო? ძალიან ცოტაა. ამიტომ ეს პაციენტები როგორც წესი იღუპებიან. ან წლების მანძილზე ელოდებიან თავის ასე თქვათ დონორს, რომელიც უშველის და გადაარჩეს ცხოვრება. საქართველოში მით უმეტეს დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ გულის გადანერგვა სხვადასხვა მიზეზების გამო ძალიან დიდხანს არ იქნება, მაგრამ გვაქვს შანსი ხელოვნური გული. აი ეს შესაძლებელია საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ დღეს ეს არ არის მიმული დონორთან და არის მოწყობილობა, რომელიც საგრძნობლად ახანგრძლივს ადამიანის ცხოვრებას. და მით უმეტეს, როდესაც ეს ჩვენ ქვეყანაში მიუხედავად დიდი პრობლემებისა, ეს ჩვენ გავაკეთეთ. ჩვენ გვიდოდა გვეჩვენებია, რომ ჩვენი კლინიკა კი არ არის ასეთი მაგარი, გასაგებია, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში შეიძლება. მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობის გამოგონება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა გულის უკმარისობის მკურნალობაში. მისი იმპლანტაცია სიცოცხლის შანსს აძლევს იმ პაციენტებს, რომელთათვისაც გულის გადანერგვა ამ ეტაპზე შეუძლებელია. უნიკალური ოპერაცია გაკეთდა ბოხუას სახელობის ცენტრში პროფესორმა ზაზა კაცეტაძემ გააკეთა ხელოვნური ტუმბოს მარცხენა წინარგულში, ხელოვნური ტუმბო ჩაიდგა პირველად გაკეთდა ეს ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში ძალზედ მნიშვნელოვანი ოპერაცია ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. გულის უკმარისობა არის პროგრესირებადი სინდრომი, რომელიც საბოლოოდ შეიძლება ტერმინალურ სტადიამდე მივიდეს, როდესაც ტრადიციული მედიკამენტოზური ან ინტერვენციული მკურნალობა ვერ უზრუნველყოფს საკმარის კლინიკურ გაუმჯობესებას. ამ დროს მარცხენა პარკუჭის დამხმარე მოწყობილობები წარმოადგენენ ეფექტურ შესაძლებლობას პრაქტიკულად გულის ტრანსპლანტაციის ალტერნატივას, რაც აუმჯობესებს ტერმინალური გულის უკმარისობით დაავადებულ პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლებს და ცხოვრების ხარისხს. საქართველოში საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც გულის უკმარისობით იტანჯება. ასეთი დაავადების მქონე პაციენტებში მედიკამენტოზური მკურნალობა ხშირ შემთხვევაში უშედეგოა. გულის გადანერგვის ეს ინოვაციური მეთოდი კი პაციენტებს საშუალებას აძლევს გაიუმჯობესონ საკუთარი ჯანმრთელობა და გაიხანგრძლივონ სიცოცხლე. გულის გადანერგვა მოგეხსენებათ როგორი პრობლემაა საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური შესაძლებლობები არის, სხვა პრობლემები არის ამის ხელი შემცვლელი, ბევრი პაციენტი მიდის უცხოეთში, ბევრი პაციენტი ვერ აღწევს ამ მკურნალობას და ის რაც ახლა გაკეთა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთი მხრივ შესაძლებელია ის გამოყენებულ იქნას როგორც ხიდი, რომ პაციენტი დაელოდოს გულის გადანერგვას, მაგრამ მეორე შემთხვევაში და ეს არის ძირითადი მისი დამსახურება და როლი, რომ ეს მოწყობილობა შეიძლება ჩაენერგოს პაციენტს მუდმივად. და ასეთ შემთხვევაში ხანგრძლივდება ადამიანის სიცოცხლე და რასთავარია უმჯობესდება მათი ცხოვრების ხარისხი და თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ამ პაციენტთა ცხოვრების ხარისხი სრულად გაუსაძლისია, მათ არ შეუძლიათ შეასრულონ უმცირესი ყოფითი ფიზიკური აქტივობა, ისინი ვერ უვლიან საკუთარ თავს, ძალიან ხშირად ხდებიან საავადმყოფოში და მათი მკურნალობა არ არის ყოველთვის ეფექტური. ოპერაცია საკმაოდ ტექნიკურად შესრულებადი, რომ გუნდი 700-800 ოპერაციას აკეთებს, ამიტომ რთულობის გარეშე ჩატარდა ინტრაოპერაციულად ან პოსტოპერაციულად ქირურგიული გართულოსაკი არ ქონია. პაციენტი საკმაოდ კითხავს და 5 კვირა არიან ესეთ პაციენტები კლინიკაში და ნუ აღწერეთ სახლში. ტექნიკურად ეს ქირურგიული ოპერაცია ჩატარებადია საქართველოში, უბრალოდ ეს განაპირობა მედიცინის დონის მატება საქართველოში განსაკუთრებით კარდიოლოგიას რამან მოიტანა ეს ყველაფერი, რომ მოგწეს საშუალება რომ ჩატარებულიყო ოპერაცია. მსგავსი ინიციატივები კიდევ უფრო ამტკიცებს, რომ საქართველო მზად არის მედიცინის სფეროში პროგრესისკენ ნაბიჯების გადასადგმელად.